ინიციატივა, რომელიც უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილს დააკარგვინებს, დღეიდან ძალაში შევიდა. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი მსუბუქი ავტომობილების საბაჟო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის სხვადასხვა ძრავის ავტომობილების საბაჟო თანხა 1,5 ლარით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის 4,5 ლარით გაიზრდება. გამოდის, რომ უცხო ქვეყნიდან ავტომობილის შემოყვანის ფასი საშუალოდ 5-6 ჯერ გაიზრდება. ავტოიმპორტიორები კანონპროექტის ფარგლებში შიდა ბაზარზე ავტომობილების ფასების ზრდასაც ვარაუდობენ. შიდა ბაზარი საერთოდ ნახევარზე მეტი 5%-ს აქვს იმის ფუფუნება, რომ შეიძინოს 5 წლამდე ავტომობილი, ხოლო ამ გადაწყვეტილებით უკვე საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა მოუწევს 95%-ს. ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილებს, როგორც კომპანიების მხრიდან, ასევე დილერებიდან და პარალელურ რეჟიმში ფაქტურად ბაზარი ფინანსურად ჩაიკეტება, ამას ქვია ფინანსურად ბაზრის, შიდა ბაზრის ჩაკეტვა, არ მოხდება ავტოპარკის განახლება და თუ არ მოხდება ავტოპარკის განახლება, შესაბამისად ეს იმოქმედებს უარყოფითად ეკოლოგიაზე. ივანიშვილის პარტიამ ისე მიიღო კანონპროექტი, რომ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არც კი მოусმინა. ავტოიმპორტიორებს არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა მოლაპარაკებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ მისულიყვნენ საერთო და სასიკეთო აზრამდე, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ყველა კითხვა სამომავლო გეგმების შესახებ პასუხგაუცემელი დარჩა. ჩვენ გვინდოდა დასწრება საკომიტეტო მოსმენაზე, მეორე მოსმენით როცა კანონი გადიოდა, ეს იყო გუშინ, მივედით კიდევაც პარლამენტში, მაგრამ საკომიტეტოს ხდომას არ დაგვასწრეს. და სწორედ ამ კითხვების დასმა გვინდოდა იქ კანონის ავტორებისათვის. თვითონ რასაც გამოსვლებში უყურებთ ერთი და მეორე, რაც განმარტებით ბარათში არის მითითებული, ჩვენ ხედავთ, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს სამწუხაროდ. არ არის ვადებით მიხედვით გაწერილი გეგმა, არ არის მკვეთრი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რაღაც საღი აზრი ამასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში არც განმარტებით ბარათში და არც მათ გამოსვლებში არ იკითხება. კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენიათ ივანიშვილის გუნდის წევრებს. მათთვის ის გეგმა, რომელსაც ქართული ოცნება მიჰყვება, საკმაოდ მკაფიოა და ამას საზოგადოებაც მალე ინახავს. თუმცა ღიად და ამომწურავად ხალხის კითხვებს ვერც ერთი მათგანი პასუხობს. ეს არის კაფიოდ და კონკრეტულად დასაბუთებული, თუ რატომ არის მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, მოჭარბებული ავტომობილების თვალსაზრისით, ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულიც არის და იძულებულია დროთა განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა იმ მომენტში არ იყოს მაქსიმალურად პოპულარული, თუმცა საბოლოოდ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იგივე ღვედების მაგალითად თემას გაგახსენებთ, იგივე მარჯვენა საჭიანი ავტომობილების თემას გაგახსენებთ, რომელიც დიდი ტაშით და ზეიმით არ იყო საზოგადოების მიერ მიღებული, მაგრამ საბოლოოდ ყველანი დარწმუნდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო სახელმწიფოს. ათეულობით პროცენტით გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მანქანებზე. ასე ხედავენ საავტომობილო სფეროს უახლოეს მომავალს ეკონომისტები. მათი შეფასებით კანონპროექტი მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის ავტოდილერებს და დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების წინაპირობა არ ყოფილა. ავტოპარკში გვყავს ჩვენ ძალიან ბევრი 6 წელზე უფრო ანდაზმული ავტომანქანა და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ავტომანქანების ფასები გაძვირდება, რადგანაც გამბაჟების ასეთი რეჟიმის პირობებში უბრალოდ ჩამოყვანა კარგავს ფასს და აზრს და რადგანაც ჩამოყვანა კარგავს აზრს, ავტომატურად წარმოიდგინეთ 7 წლის მანქანის ფასი ყისიერად შეიძლება გაიზარდოს, არ ვიცი, ათეულობით პროცენტით, თუ არა გაორმაგდეს. შესაბამისად, ეს არის მეორე პრობლემა. ანუ ის კი არა, რომ ვერ ჩამოიყვანს ადამიანი, ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი მანქანა საქართველოში. ამავდროულად მანქანების ფასი საქართველოში ყისიერად გაძვირდება. კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ საკუთარი ხალხისთვის გაძვირებული ცხოვრება. ივანიშვილის მთავრობის ოპონენტების განმარტებით კანონპროექტის მიღების მიზანი მხოლოდ ერთია: ჩაიკეტოს ამერიკული ბაზარი და ამის სანაცვლოდ გზა გაიხსნას ჩინეთიდან შემოყვანილ ელექტროავტომობილებს. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფით ძვირდება. ეს გადაწყვეტილება დაბალ ბიუჯეტიან ავტომობილებს გააძვირებს, ანუ ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირებს ცხოვრებას და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტური არის კორუფციული ინტერესი ქართული ოცნების, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად კეტავენ ამერიკულ ბაზარს
ავტობაზარს და გზას უხსნიან ჩინურ ინდუსტრიას საქართველოში, ანუ ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებს და ამავდროულად გააძვირეს დენის ტარიფი. ანუ თან ეუბნებიან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჰიბრიდული ან ელექტროავტომობილები უნდა იყოლიონ და ამავდროულად აძვირებენ დენის ტარიფს და ცხადია ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ შესაძლებლობას ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. დღითი დღე იზრდება ოცნების ინიციატივებით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა. ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხისთვის ცხოვრების გამარტივებაზე უნდა ფიქრობდეს, მათ უფრო მეტ საფიქრალს უჩენს, როგორ გაიტანონ თავი თვიდან თვემდე. რა თქმა უნდა, არ იქნება ხელსაყრელი ცუდია რა გაძვირდება, შესაბამისად ვერ ჩამოვიყვანთ, ვერ ვიყიდით მანქანებს. მომხარებელი ვინც იქნება, არ იქნება. ძალიან სამწუხაროა. რატო უნდა გაძვირდეს? რატო? რის გულის უნდა გაძვირდეს? აი თქვენ რას ფიქრობთ, იქნება თუ არა თქვენთვის არ მისაღები? უნდა გაძვირდეს, რატო უნდა გაძვირდეს? ქართულ ხალხს თუ აქვს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს სამჯერ მეტი. არა აქვს. თქვენთვის რამდენად ხელსაყრელი იქნება, ან მოქალაქეებისთვის რამდენად ხელსაყრელი? არ ფიქრობ ჩამოყვანას და რა ვიცი. ცუდი არის ნამდვილად. აი ზოგადად რომ შევხედოთ, რამდენად აქვს ქართულ ხალხს იმის საშუალება, რომ სამჯერ მეტი გადაიხადოს ახლა მანქანის განბაჟებაში. არ აქვს ალბათ. ვერ გეტყვით. ანუ თქვენთვის მისაღებია თუ არ არის არ მისაღები? არის ნამდვილად არ არის. ქვეყანაში ფასები კლების ნაცვლად იზრდება. წლიდან წლამდე იმატებს სოციალურად დაუცველთა რიცხვიც. რა გეგმა აქვს ოცნებას და როგორ აპირებს ამ კანონპროექტის რეალიზებას ჯერ კიდევ უცნობია.